ჩატარება, რომელიც შემდგომში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ჩვენ სწორედ ველოდებოდით ზუსტად სპექტაკლს, დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უნდა გამართულიყო ამ სცენაზე. მაგრამ მათ და სამწუხაროდ ეს სპექტაკლი არ შედგა, იმიტომ რომ ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად ხმამაღლა პირდაპირ და ყოველგვარი მოკიდვის გარეშე დაგვეფიქსირებინა ის მდგომარეობა, რაც აწუხებს დღეს საქართველოში ხალხს. ზუსტად იმ გარემოვაჭრეებს, მეშახტეებს, მაღაროელებს, ადამიანებს, რომლებიც თითქოს ყოველ დღე იღუპებიან დასაქმების ადგილებზე. ეს იყო ჩვენი პროტესტი, რომელიც შეფასებული იქნა როგორც კომუნისტების, რადიკალი მემარცხენეების თუ სხვადასხვა რაღაც სიტყვებით იქნა შეფასებული ეს ჩვენი პროტესტი. დიახ, ჩვენ ავდექით და გამოვხატეთ ზუსტად ეს აზრი და ეს სათქმელი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს, სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმებიან და ეწინააღმდეგებიან და ამის გამო ჩვენ მარგინალიზებას ცდილობენ მაქსიმალურად, რომელიც არ გამოსდით, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა იმედი, საზოგადოება დაინახავდა რეალობას, რადგან ეს საზოგადოება არის ხალხი, რომლის სათქმელიც ცადეთ რომ გვეთქვა ჩვენ გუში. ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო, კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს კონსტიტუცია მორგებული არის ბიზნეს ელიტებზე და მორგებული არის ძალაუფლებრივ ჯგუფებზე. და დღეს ჩვენ ზუსტად უნივერსიტეტის შენობიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ ამ სიტყვას, რომ ამ ტიპის კონსტიტუციის მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რადგან დღეს ხალხს უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ თქვას თავისი სათქმელი და ამ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ის, რაც სჭირდება ხალხს და არა ბიზნესს. ამ კონსტიტუციაში უნდა იქნას აღიარებული. მითხრათ კონკრეტულად, როდესაც ამბობთ, რომ კონსტიტუცია ეს არ არისო ხალხის კონსტიტუცია, ეს არის ხელისუფლების კონსტიტუცია, რომელიც ბიზნეს ელიტებს არის მორგებული. კონკრეტულად რა სიტყვით, რის ჩაწერას ითხოვთ თქვენ ახალგაზრდები კონსტიტუციაში? მე მექნება კითხვა სტუდიაში მყოფ ადამიანებთან და ყველასთან. რამდენი მეშახტე იყო განხილვაზე დასწრებული? ვინ ესწრებოდა, რომელი დასაქმებული ადამიანი ესწრებოდა ამ განხილვას? რომელი გარემოვაჭრე ესწრებოდა ამ განხილვას? რომელი ბანკით დაზარალებული ესწრებოდა ამ განხილვას? ვისთვის იყო ღია ეს საკონსტიტუციო განხილვა? მე არ მაქვს საუბარი იმ სპექტაკლზე, იმ დემოკრატიობანას თამაშზე, რასაც ჩვენ ვაწყდებოდით სხვადასხვა ქალაქში. მე მაქვს საუბარი რეალურ სიტყვებზე, რეალურ მსჯელობაზე, რომელიც შემდგომში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. აი ამას ვამბობდით ჩვენ, აი ამის თქმას ვცდილობდით ჩვენ. ერთი წლის წინ სწორედ ტყიბულმა ფაქტობრივად დააწყებინა საუბარი ამ ადამიანებს ღიად და საჯაროდ, უფრო მკვეთრად შრომით უფლებებზე საუბარი. ერთი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ბიზნეს ომბუდსმენი გახარია იმყოფებოდა ტყიბულში, ის პირდებოდა ადამიანებს და საუბრობდა იმაზე, რომ დიახ, უნდა შეიცვალოს შრომითი მდგომარეობა, დიახ, ხელფასები უნდა იყოს გაზრილი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები პირიქით იღუპებიან ტყიბულის შახტებში, რომ ადამიანები პირიქით მშენებლობებზე იღუპებიან, რომ არ არსებობს ქმედითი ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს არსებულ მდგომარეობას, შრომით მდგომარეობას. კი ბატონო, მოდით მე ნათიასთან გადავალ შეკითხვით და შემდეგ ბატონ დიმიტრის ვთხოვ, რომ თქვენს მიერ დასმულ კითხვას უპასუხოს და თქვენ ეს მოისმინოთ, ან და მოდით პირველ რიგში ამ დასმულ შეკითხვაზე ბატონო დიმიტრი უპასუხეთ გიორგი სოფრომაძეს, შემდეგ დიახ, გისმენთ, დიახ. ეს ჩვენ არ გვაქვს კითხვები, ჩვენ აღარ გვაქვს კითხვები, ჩვენ გვაქვს პოზიციები, ჩვენ აქ კითხვები